შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ჯამში 10 წლიანი მუშაობის შემდეგ ვახტანგ გომელაური სამთავრობო გუნდს გამოემშვიდობა. გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. სტანდარტული მადლობები კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძეს გადაუხადა. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის არ იყო იოლი მისაღები. წლების მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმო. გომელაურის განცხადების გავრცელებიდან მალევე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად გელა გელაძე წარუდგინა. ვახტანგ გომელაურზე საუბრისას კი თქვა, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა და ამ საქმის გაძღოლა რთულია. შეაქო ახალი მინისტრი და მისი ბიოგრაფიაც გააცნო საზოგადოებას. თავის მხრივ ახალმა მინისტრმა პირობა დადო, რომ მთავარი პოლიციელის საქმიანობას შესაბამისად გაუძღვება. ბატონი ვახტანგი იყო ყველაზე სტაჟიანი მინისტრი 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა არ არის იოლი ეს საქმე დიდ ენერგიას მოითხოვს და შესაბამისად მან შვიდ ვითარებაში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე, მოგმართა შესაბამისი თხოვნით და ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დღეს დაინიშნა ბატონი გელა გელაძე. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ბატონი გელა იკავებდა ჯერ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დღემდე ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემთვის დიდი პატივია ასევე რომ უხელმძღვანელო ამ უწყებას და ღირსეულ და საამაყო პოლიციელებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო გამოცხადებული ნდობისთვის. ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ჩათვლით უარყოფენ გუნდში პრობლემებს და ამბობენ, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ნამდვილად გომელაურმა მიიღო. ახალ მინისტრს კი წარმატებებს უსურვებენ. მან თავად გააკეთა განცხადებაც და განმარტებაც ამასთან დაკავშირებით. ვახტანგ გომელაური გახდათ ყველაზე ხანგრძლივი მინისტრი ერთ-ერთი, მას მიუძღვის ასევე განსაკუთრებული წვლი, რომ ეს რევოლუციები, რომელიც საერთო ჯამში მოწოდებული იყო ძალადობით ხელისუფლების შეცვლისკენ, მოყოლებული ჯერ კიდევ 2019 წლიდან, ამ ყველაფრის გამკლავება უწევდა ბატონ ვახტანგ გომელაურს და ამას წარმატებითაც აკეთებდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ვახტანგ გომელაურის გაშვების გადაწყვეტილება ქართული ოცნებისა და მთავრობის რეალურმა უფროსმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და გუნდიდან სანქცირებული და პრობლემური გარემოცვის წმენდითაა დაკავებული. ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რის ფარგლებში საკუთარ მხარდამჭერებს და მონურ მორჩილებაში მყოფ ჩინოვნიკებს ჯერ იყენებს და შემდეგ სანაგვეში მოისვრის. ამის ფაქტობრივი მტკიცებულებაა, მათ შორის დღეს გომელაურის გადადგომა. ივანიშვილი თავიდან იშორებს ყველა იმ პირს, ვინც დასანქცირდა მისი დანაშაულებრივი დავალებების შესრულების გამო. ივანიშვილი თითოეულ სანქცირებულ პირს და ჩინოვნიკს მოიშორებს და მოისვრის სანაგვეში, იმიტომ რომ ის არის მისთვის ერთჯერადი რომელიც არ დაჭირდება მას და მისი უსაფრთხოების გამო გააკეთებს ყველაფერს, მათ შორის გაანადგურებს მისივე მხარდამჭერებს და მისივე გუნდს. ვერსად ვერ წავა ტერორისტების და მკვლელების სიაში ყავს შეყვანილი ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუმცა ბიძინა ივანიშვილს ეს არ აინტერესებს და მოისროლა, ესე ვთქვათ, ნახმარი ნაჭერივით და შესაბამისად ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ეს ელის ყველას. ხედავთ, რომ მინისტრი, რომელიც დაინიშნა აგი ბიძია ნაციონალი ყოფილა ფაქტობრივად თუ ჩახედავთ მის სიას მიხვდები და შესაბამისად მისი ლობისტიც ამ შემთხვევაში არის მამუკა მდინარაძე. უნდა გვესმოდეს მთავარი პრობლემა ჩვენთვის და მთავარი მისაღწევი არის ბიძინა ივანიშვილი თავის სათამაშოებით უნდა დაემხოს. სამთავრობო გუნდში მუშაობამდე ვახტანგ გომელაური ქართული ოცნების დამფუძნებლის მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.
2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს. გომელაური შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სახელმწიფოების მიერაა სანქცირებული. ადამიანის უფლებების ხელყოფისა და მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე პოლიციის ძალადობის გამო. მათ შორის ჩასმულია ყველაზე მძიმე სასანქციო, ეგრეთ წოდებულ მაგნიცკის სიაში. მთავრობიდან წასვლის მიუხედავად გომელაურზე სანქციები კვლავ გაგრძელდება. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.